სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველას ახალდღეს გულითადი. სალამი პატივისცემა სიყვარული. დღეს ძალიან ძლიერი სიცივეა მეგობრებო. გუში რო ამობდი სიცივეაო, გუშინდელზე მეტადა, საკმაოდ ცივა. ცოტა ხნის წინ კარგი წვიმა მოვიდა, საკმაოდ ცეკვაც იყო. დაახლოებით 9 საათი, 1 საათი გაგრძელდა. ეხლა როცა ამინდი დამშვიდა, ვიფიქრე თქვენთვის ვიდეო ჩამეწერა. ჩვენს ფერმაში ახალი წევრი შემოგვიერთდა ბუდელის ჯიშის. ამჯერად სტუმარი არ არის, ჩემთვის ვიხიდე. ცოტა ხანში მასას გაჩვენებთ, მართლა შესანიშნავი და ჭკვიანი ბავშვია. ეხლა კონტეინერშია. პირველად გალიაში ჩავუშვი, მაგრამ ბუდელი ძალიან მოუსვენარი აღმოჩნდა. ზდასული ვიყიდეთ, ლეკვი არ არის. ეხლა დაახლოებით 1 წლისა. გალიიდან გაიქცა. ეს მაგალი ბუდელებიდანაა, თუ არ ვცდები, მათი ზომები პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ნომრებად იყოფა. ეს დიდი ზომისა, ვალე ნახავთ. თქვენ გათხოვნა მაქვს. მანამდე გთხოვთ, არ გამიტეხოთ გული. გთხოვთ, ხარდაჭერისთვის მოიწონოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ არხი და კომენტარიც დაწეროთ, ძალიან გამიხარდება. ნახეთ, თქვენი მოწონებები და კომენტარები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ვიდეოებს უყურებთ? ძმაო, მოწონებას არ აძლევთ, მართლა, გულწრფელად წკინს ეს. ანუ ფიქრობთ, რომ მოწონება ფულს მაძლევს? არა ძმაო, ეგრე არ არის. მე მოწონებებს უყურებ, ხედავ, რამდენად გიყვართ ვიდეოები, ვამბობ, ხალხი მხარს მიჭერს და ეს მომწონს. თანაც თუ კი ფულსაც გვაძლევს, ის ფული ჩვენ ჯიბეში არ მიდის, შვილებზე ვხარჯავთ, მეგობრებო. ხალხ ცოტა მხარდაჭერა არ დაიშუროთ. დღეს გეჯე გამოვუშვი, უსად ბაბა გამოვუშვი. უსად! სად არის ჩემი ლომი შვილი? ანატოლიის ნავდვილი შვილი. ჩემი სიმპათიური შვილი, უსად ბაბა, მაშალა შენზე. უსადმა კარგად მოიმატა წონაში, კარგად მოიკრიბა თავი, მაგრამ მას ჯაჭვის საკელო გაუკეთეთ. ჩვენმა ბიჭმა ჯაჭვის საკელო მოიხსნა 2 საათია რაც გაუშვი. ამის შემდეგ აპოლო ბაბაც გაუშვი, აი პუსად შეხედე რა ფიზიკა აქვს, შეხედე. შეხედე. მაშალა ჩემს ლომბიც, სივასის მთებიდან მოვიდა, მგლისებრი კანგალია ჩემი ლომი. იცით რა, ამის სისხლის ხაზი ძალიან ძლიერია ჩემი პუსატის. მაშალა, რა სიმპათიური ბიჭია. ამ ლომბიჭის კუც ხედავ, ორიგინალი სივასის კანგალია. აპოლოს ფორმაშია, მეგობრებო. კანდახა პუსატთან ერთად ეჯიბრებია, ხედავთ? პუსატ, მოდი. მოდი პუსატ, ეუბნები აპოლო, მოდი. მოდი ბიჭო. აპოლოც გაუშვი. უკვე 2 საათია. თქვი, იაროს ნამდვილი ლომია. ჩემი სიმპათიური ბიჭი, მეც გეპიცები. შენს და ყველაფერს გავილებდი. ჩემი ქარიზმატული ბიჭი. მაშალა შენზე. მოდი აპოლონო, მოდი. ავა ცივია, ნახე, იმ ხეს გადაიგეთ. ზემოთ როხია. ძალიან ძლიერი ქარიშხალია, მეგობრებო, ნახეთ. მართლა ძალიან უცნაური ქარიშხალია. მარლა მოვიდა? ჩემო ლამაზო. ჩემო საყვარელო. ჩემი დედოფალი ხარ. მოდი, წავიდეთ. მოდი ჩვილები ვნახოთ. ცოტა ხანში დესტანებსაც გაუშვებ. რომ იარო. შვილებისთვის ისევ საჭმელი მოვამზადე. წვიმა, ტალიმა, ტალახი, ზამთარი, კარიშხალი, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ასიზამ. ჩვენ გვყავს შვილები, რომლებიც გველოდებია. მათთვის მუშაობას ვაგრძელებთ. დედე გამოკლებით. დედესთვის აღარ ვიმუშავებ. დედე იქ დარჩეს. ეს დედე აქ დარჩეს. არამზადა დედე იქ ჩავკეტე, თავი დამიშვი და გეფიცები. იქ ჩავკეტე. ნახე, მანდედა ჩემი მტრედები გადაიგე, ცოტა ხანში ამ ვიდეოში ჩემს მტრედებსაც გაჩვენებ. ჩემი ლომები, ცოტა ხანში აგიყვანთ. ეს მტრედები, იხვები, ბატები, ძმაო, ასეთ წვიმიან, ცივამინც უყვართ. ნახე, ყველა მიზანთანაა შეკრებილი, ხედავ? შეხედე მაგათ სილამაზეს. მაშალა თქვენზე. მაშალა ჩემს ბავშვებზე. მოდი, აქ გადაიგე, ნახე, მარაზის ადგილი. თბაო, წვიმის შემდეგ ხედავ როგორ სულ ტალახი გახდა, ნახე? რაღაც წვიმა დიდხანს არ წვის, ცოტა ხანს წვის. მართლა არ ვიცი რას ვიზამთ, ეს ტალახი ძალიან დიდ პრობლემას შეგვიქმნის, მეგობრებო. ეს მარაზი, ჩიტირი, აპოლო, ესკობარი და კარლოსი იქიდან უნდა გადავიყვანოთ. ვნახოთ თუ შემიძლია შემდუგებელი მოვაწყო, კვირის განმავლობაში ვეცდებით გავაკეთოთ. შენს გჭირდება ერთი შემდუგებელი. მოდით ეს გალიები და სხვა რაღაცები შევაკეთებინოთ. სანამშობიაოში გატეხილი კარების მქონე ოთახების კარებს გავაკეთებინებ. მეც ცოტა მოსაპირკეთებელი ფილა უნდა ვიყიდო, ბეტონის ფილა. ისინიც უნდა დავალაგოთ. ეს ტალახი როგორც ცხოველებს აწუხებს, ისე მეც ძმაო შეხედე აქ რა ხდება. საშილად გახდა ტალახის გამო. ღამე. მაშალა ჩემს გოგოს. მოდი დღეს მამას სივა. ეს მამას სივა, მამა.
ვანდამ ბაბა გადაიგე ეს ვანდამიც ხალხმა ნახოს რა არის სინამდვილეში კეთილშობილება და კარიზმა. ჩემი ლომი ხარ, რა ხდება ბიჭო? ჩემი სიმპათიური ბიჭი? მოდი ჰექტორის და ზეინას გვერდით წავიდეთ, ნახოთ. ახალგაზრდებო. დასაკეთეთ, ნახოთ. ზეინა გეუბნები ნუხტუნავ ასებევს, მაგრამ შენ მაინც აგძელებ. ასე რომ გეუბნები, იმიტომ რომ მეგობრებო, ჰექტორთან დავაცვილეთ და თუ ბევრს ხტუნავს, შეიძლება არ დაორსულდეს, გესმის? ამიტომ არ უნდა ხტუნავდეს ბევრს, იმედია პრობლემა არ იქნება. ჰექტორ მამა, როგორ ხარ ლომო? ეს კარლოსი ძალიან გამოდის ეგლა წინა პლანზე, ხო იცი? გესმის ჰექტორ? ჩემი ლომი ხარ, ცოტა კიდე გაიზარდოს კარლოსი. თქვენ როგორ ფიქრობთ? ეხლა კარლოსი უფრო ძლიერია თუ ძლიერია? თუ ჰექტორი? კომენტარებში მოწერეთ, დაწერეთ მაო. ალექს, დამშვიდი. ეს პომერანელები რა ხმაურიანები არიან, ჩემო საყვარლებო, კარგა ხმაურობთ იქ. კარამელ, მოდი. ნუ იმ დესტანებს ცოტა ხანში გაუშვებთ. დესტანები უკვე მზად არიან. დილით მეც გაუშვი ერთი პარტია. რო იბოდიალონ. კარგად ხოვალეს. კარგად იბოდიალეს, ითამაშეს. ეხლა ცოტა გაუშვებ მათ. დილით ამინდი თბილი იყო. ეხლა ძაღლი ძმაო. თბილამიცაც, სივამიცაც, ყველაფერს უნდა შეაჩვიო. თბილსაც გადაიტანს, სივსაც გადაიტანს, რომ ცხოველმა იმუნიტეტი შეიძინოს. ჩვენც ასე ვარ ძმაო. ახე მე იშვიათად ცივა, მაგრამ ეს ამინდი მაყინავს, არ მოიდგინე რა სიცივეა. ისინი ყველა ამინდს გამოცდიან, სვერში ცივლიან, ივლიან. სხელშიც დაიწვებიან, თოლშიც ივლიან, ხო გაიგე? მათი იმუნიტეტი უნდა გავაძლიეროთ. ჩემი ლომები არიან. მაგიდე. ეხა ისინი კერამიკასა და ფილებს ერჩებიან? ეს ფილა ბეტონია. ლეკვებში, ფეხებში გამრუდებას იწვევს. ამიტომ უნდა იარო. ამიტომაც უკვე დილას აღამოს დავიწყე მათი გაშვება. რეინა, ჩემი ლომი, გოგო. მოდი, ჩემი ტრედები ვაჩვენოთ. ტრედების ვიდეოს არ ვიგებ. ძალიან ბრაზდებით ჩემზე. შეხედე ამ პუსაც. ნამდვილი ლომია. მშვენიერი ვაჟკაცი. მოდი. შენს დიდებულებას შევეწირები. შენ ხარ თავად დიდებულების შვილი. მოდი მეგობრებო, მოდი მტრედები ავაპრინოთ. აჰა, ბავშვებიც გამოჩნდნენ. ოიცადე, ფისტიკი, ეს შენი ყავი? შემაშინე. ფისტიკი, სხვა ძაღლი მეგონა მოსული. აბა ჩემი ლეკვები მაჩვენე. ბავშვებო, რას აკეთებ, ჩემო საყვარლებო, მოგენატრა დედიკო. აბა სად არის ჩემი ბატკანი? სად არის ჩემი ბატკანი? მიბატკანი. მოგშუდათ. მამიკომ კიდევ ერთხელ გემრიელი ქათმის ბულიონი გაგიკეთათ? სარამოს მოგცემ, კარგი ჩემო სიყვარულო. შიერი არიან ჩემი ბავშვები. ყველაფერს გავაკეთებ მათთვის. თქვენ რატო დადიხართ ესეც ვიმაში გარეთ, ნახეთ? ყველა შეიკრიბა? ამათ უნდა მიმესა, მაგრამ გადავიფიქრე ძმაო. მართლა გადავიფიქრე, ძალიან მიყვეს ეს. ესენი მაინც აქ ეჩვევიან. ქათმებს და სხვებს დაიცავე, როცა გაიზრდებიან. ფისტიკთან ერთად. ამიტომ თქვი, დარჩეს. მოდით ისე ჩვენი ყოველდღიური რუტინა ვაჩვენოთ, რას ვჭამთ. მოდი. ჩვენი საჭმელი როგორ გამოვიდა? ალა. ნახე. ხედავ როგორ გამოუშვა წვენი. ნახე ამას, შეხედე ამას ვეწირები რა. ამ ბულიონს შეხედე, ფერს შეხედე, ამ კოლაგენს შეხედე. ვაი. ეს ხო სამკურნალოა. იცით რატო ახსენებ? განსაკუთრებით კოლაგენს. კოლაგენი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვლების და ჩონჩქის განვითარებისთვის, მეგობრებო. განსაკუთრებით ნაშიერებში. ეს ძვლები სქელი იქნება, მაჯები, თავისკალა, ყველაფერი განვითარდება, გაიგეთ? ამიტომ ჩვენს ნაშიერებს ბევრ კოლაგენს ვაძლევთ, მაგრამ ცოტა ზედმეტიც არ უნდა იყოს, რომ დიარეა არ დაემართოთ. ამ საკითხში ფქილად უნდა იყო. თუ დიარეა დაემართება, რა მოხდება? დაავადებისთვის ადვილი სამიზნე გახდება. მაგალითად ზოგიერთი მეუბნება ქათმის ბულიონი აი ღვიძლი დიარეას არ იწვევს. განსაკუთრებით ღვიძლს სუფთად მისცემს. უფთად მისცემს. 100% დიარეას გამოიწვევს. საჭმელში აურევთ კარგს. ხარისხიანს. გადაიგე ესენი, გადაიგე. ალლა. მაშალა, ხალხმა ჩიტები ნახოს, გადაიღე. შემოლომებო, ვაი. თქვენ გენაცვალეთ, ვაი. ხედავ ამ ბიჭებს, ასეთ ქარიშკლიან ამინჩი. ჩიტები ციგით მიფრინავენ. როგორ დაფრინავენ, მაშალა. ჩემი ლომები არიან. ნამდვილი ფრინველი ასეთ ქარიშკლიან ამინჩი უნდა აფრინდეს. შილო, ის უკან რომ იყვება და უყურებს, ბაზი არის თუ ჩიტი? იქ უკან ერთი შავი ჩანს. ალბათ ბაზი არ არის, არა. ტრედი უნდა იყოს. ისეთი ქარიშხალია, რომ ფრინველებს აერში აქეთ-იქით აკრის.
თავისუფლად ვერ დაფრინავენ, გესმის? მაშალლა ჩემ ლომებს. ესენი ანატოლის ნამდვილი შვილები არიან, ნამდვილი. გადაიგე, ქვეყანამ ნახოს ფრინველი, გადაიგე. თუ ტაკლაჯი არ არის, კართან არ დავაგენებ, ა? ნახე, ცოტა ხნის წინ აქ ვიღაცა მოვიდა. ხვა, რამდენჯერაც ტაკლას გააკეთებს, თითო ტაკლაზე 1000 ლირას გადაუხდია. ჩვენი იმ ფრინველებიდან ერთ-ერთი, რომელი არ ვიცი, ალბათ ეხლა ზევით დაფრინავს. ერთმა ზედიზედ 50 ტაკლა გააკეთა. 50000 ლირა ამოიღო, მაჩვენა და მითხრა მოგცემ, იბანზე გადმოგირიცხავ. მე უთხარი, არა, არ ვაძლევ მეთქი. 50000 ლირაზე ვარაფერი თქვა, 100 მილიარდით რომ მომცეს, მაინც არ ვიცი. შვილო, ჩვენ ამ საქმის გიჟები ვართ. გაიგე? ტრედემთან მოსაუბრე ადამიანი, ტაიფუნ დემირჯი, ნახე? ვაი. სინამდვილეში ერთ სასტვენს ვიკიდი ჩემთვის. სასტვენს რო ჩაბერავ, ესენი გაფრინდებიან, თითქოს უსტვენო, ხო? სასტვენს რო ჩაბერავ, გაფრინდებიან. ზემოთ ყოფებსაც გადაიღე. ეს მომები რატომ არ დაფრინავე? ესენი ცოტა უფრო დასვენებული გუნდი არიან. ხოლო სხვა მტრედები როგორ დაფრინავენ? აი ადიან, ჩამოდიან, ნახე. თუ ვინმე შორიდან დაინახავს ამათი ფიქრებს, რომ არწივების გუნდიაო. ნახე, მაშალლა. ხენ გენაცვალეთ, ვაი. მოდი შვილო, ჩამოდი. ჩამოდი, მოდი. მოდით ისინიც ავაფრინოთ. იცით რა, კიდე რომ უსტვენად შეგვეძლოს, 10-აში ვიქნებოდი, ნამდვილი ფრინველების მოყვარულები გავხდებოდით. ხოლო სტვენა გვაკლია. მიდი ვნახოთ. მიდი ბიჭო. მიდი. აფრინდით ერთი. აფრინდი. აი ეს არის ნამდვილი სიამოვნება, ძმაო. ჩვენ ამ საქმის სასიამოვნო ნაწილში ვართ. გააგე. ჩვენ ამ საქმის ყველაზე სასიამოვნო ნაწილში ვართ. ნამდვილ სიამოვნებაში. ბიჭო, როგორც ჩანს, საკათმის სახურავი ცოტა დამბალია, მე რო ავედი, ჭრაჭუნი დაიწყო. ტრედები ვერ დავინახი რა, მაღლა აფრენილან, მაშალლა. ვაი. მაშალლა, თქვენ ჩემო ძვირფასებო. სული არიან ესენი, სული. მოდი აქედან ჩავიდე, ქვემოთ. აქ რატო ავედი, ახლა ვერ გავიგე. ხელში ჯოხი არ გვაქვს. ასე უცებ ჩიტებზე რო გადავერთე, აზარში შევედი. ხანდახან ხდება ასეთი რაღაცები. ჩვენი ჩიტები იფრინო. მოდი დავტოვოთ ისინი მშვიდად. მოდი აქ, ნახე, ღმერთისთვის წამოიყვანეთ ხა. ნახე, რა საყვარელია ჩვენი თხა. აუ, პამუკ, რა საკეთე, პამუკ? როგორ გავსუქებულ ხარ, გოგო? ხედავ, კარგად ხარ, ხო? ჩემი პამუკი. ისიც შევიდა ქათმების სადგომში. ხედავ? იქაა და იქატრიალებს. ვაი, ბრავო ჩემს გოგოს. ალბათ მომავალ კვირაში ქათმებსაც მოვიყვან. ამ ქათმებიდან კიდე 20-ის დამატება მჭირდება, მეგობრებო? კიდე 20-იც? მოდი ესე გავაკეთეთ, მოდი. ამ ბარკებს ქათმის ბულიონი მივცეთ? გარეთ დგანან. ცოტა მაინც შიგნით გათვეს, მეგობრებო. ესენი რატო ყვიროდნენ ასე ძალიან? რა ხდება, ალო? ეი, არეს, მიდი! აიძრიე! ვირებთან ტრობა დასრულდა, ეხლა თხაზე დაიწყო. ამ პატარებს ცოტა ქათმის ბულიონი უნდა დაუსხათ, მაგრამ როგორ? თუ ძლებს ოდნა მოვაცილეთ. ცხოველებს ამ ქათმის ბულიონს ეხლა როგორ დაუსხათ? ჩამჩა გჭირდება. ჩამჩა მჭირდება. არ არის კიჭურჭელი, ჰა? ასე გავაკეთოთ, მოიცადე. მაშინ ქვაბი აუციოთ. ბისმილაჰირაჰმანირაჰიმი. ცხოველების და პატარების ცოტა შიგნით გათბეს. ესენი გარეთ ალახს და 1000 რამეს ეკარებიან, იმიტომ. ხედავ რა შველაა? ვაი. მოდი. მოდი შვილო. კათამო შენ არ დალიო. მოდი, გადაიღე ისინი, გადაიღე. გემრიელად მიირთვი, ჩემო პატარებო. თქვენი ძმა სად არის? თათამების დალევე. ცხოველებსაც გაუთბეთ შიგნით, ეს არის სამკურნალო. აუ, მათი ძმიდან ერთი საწავიდა. მოდით მათი ძმიდან ერთ-ერთი ავიყვანეთ. მოდი შვილო, მოდი, საჭმეს გაძლე, მოდი. ვაი. დალიე შენ ჩემო პატარავ, გადი. შიგნიდან გათბეთ. კარგებოდე ჩემს პატარებს. ხედავ როგორ სიამოვნებით სვამენ. ხანდახან დამატებითაც მისცემ, მაგრამ ჩვენ ყოველდღე გაძლევთ ამას.
გადაიგე ჩიტები, გადაიგე, ნახე როგორ ჩამოდიან, ნახე, ცას შეხედე. აი მაშალა. აი მაშალა თქვენ, მაშალა. აზარი არ მოგეკაროთ, მაშალა ჩემს ვაჟკაცებს. პოეზიას გავს. კითხოს რეალურ ცხოვრებაში კი არ ვარ. არამედ ჩემსი სურათია, ასე ვგზნობ თავს. ფიცით გეუნები, სულათი ვით ჩანან ძმაო. თუ არასორია, მითხარით რომ არასორია. არის, თავი ამკივე, ნახე? არის. საკმარისია. მოდით გავიდეთ მეგობრებო. აი არის ის ყეფა ადამიანს ზრლის ხო იცი? დაიცადეთ რა ხო? არა, შენ წადიცინ, არა შვილო. დაიცადეთ იქ. არა შეხედე, ეხლა კიდე თხის მტერი გახდა. ხამარე შვილო, კარგად ცემერო ჭკუა ისწავლოს. შვილო, ნახე, გაგიბრაზდები, თხებს ნუ ეხები. ეი! დაიცადე. ნუ ცელკო. გადადი იქით. მოდი, კარგი დავშვიდი. ამოვხერით, მოდი. მოდი. ამ ტალახზეც მეგობრებო უკვე როგორმე გამოსავალს ვიპოვით. აპოლოს გადაიღე, აპოლოს ნახე. აპოლოს პოზა სუპერია ძმაო, აი ესე. კუც ხედავ? ტყვიასავითა ღმერთმანი. ტყვია თითქოს ლულაშია, ხო ხედავ? ჩემი ლომი ხარ. ნახე, როგორ უპირისპირდება პუსაც. არის, ჭკვიანად იყავი. მოდი აქ, შენც მარტო აშინებ, ხო? მართლა მარტო აშინებ, ნახე. თუ ჭხუბს არ აპირებ, ნუ ხებ, ნუ აცუხებ, რა საჭიროა ეხლა ეს? მართალი არ ვარ ეხლა. ჭხუბის გამბედაობა არ აქვს. უბრალოდ უაზროთ ხებს. აპოლო, მოდი. მოდი ამ აპოლოს ცოტა მოვეფერო. აპოლო, ცივი ამინდის ზაღლია ძმაო. მეცვიანია ხო იცი? ცივი ამინდი ძალიან უყურს. ნახე არის. არის ჭკვიანად იყავი. მაშალა ჩემს ლომს. მარაშე კაცო. ნეტავეს ეს დაუხურო. გაიცადე, ეს დაუხურო. მაგრამ სად დავხუროთ? ეს ორი კარის დავკეტეთ უკვე. ეხლა ჩვენი პუდელი უნდა გამეშვა? ნეტავეს შეშლილი პუდელზე ხო არ მიესევა, ა? არის ის ქსევას ბოლომდე ვერ გაიგებ. აუ, დესტალები უნდა გაგვეშვა. აუ, ეგეც დაგვავიწდა. კარგი, მაშინ დესტანებს შემდეგ ვიდეოში გავუშვოთ, მოდი. ეხლა ახლა იმასაც არ გავუშვებ. ამჯერად მათ ყვალდაყვალ სიარულიც მომიწევს. კარგი, ახალგაზრდებო, დამშვიდით. პრინცესა მე ვარ, ა? პრინცესა მუცხო ადამიანი მეგონე, მეგობრებო, თავს მესხმის. გოგო, გაგიჟდი. ტაიფუნ დემირჯი ვარ მე. შენი ერთადერთი მამა ხო გარსოს? კუჩიდან რო გადაგარჩინე, გაიხსენე. მოდი კაპიუშონი მოვიხსენი, მოდი. გოგო, შენ მართლა უცხო ადამიანი გეგონე. გიჟი გოგო, შეშლილი. ეს კაპიუშონი რომ მეფარა თავზე. შენ გეგონა უცხო ადამიანი ვიყავი. ულან, პრინცესა. მამას როგორ ვერცნო მამას? ყველაფერი ეთი კაპიუშონია. ხმაზეც ვერცნობ. დაიცადე ნატაშა, არა. არ შეეხოთ პრინცესას, მართლა ვერ მიცნო, გიჟია ეს. ისედაც როცა ეზოში ვინმე მოდის, ის არუშებს ნიგონი და ასე შემდეგ. მაშინ ვესხმია თავს. არ შეეხო ნატაშა. სინამდვილეში თუ დააკვირდები, ნატაშა ძაღლების გამო ჩემზე ეჩვიანებს. არესიც ასეა. ნატაშაც ასეა. მოდი ახლა შევიდეთ ერთ კონტეინერში. შიგნითაც ჩვენი ხუმელი ანთია, გავთბეთ. ამ შეშასაც ავიღე. უმელში ჩავაგდებთ. მართლა დღეს ძალიან ცივა მეგობრებო. ქვენთან თავს კომენტარებში დაწერეთ. უმეტეს ადგილებში თოვლი უკვე დაიწყო. დილით ისევ TikTok-ზე ლაივში ვიყავი, ნახეთ, მოდი TikTok-ზე. ტაიფუნ დემირჯიტო. ბოლოში W-ია. იქ თქვენთან ვსაუბრობ. კარგი, კარვოს ბაბა, დამშვიდი კარვოს. ლამაზო შვილო ჩემი. აი პუდელი გადაიგე ფანჯრიდან. შვილო, ფანჯარასთან გამოხედი, ლომო ჩემო. მოვდივარ ჩვენთან. ლამაზო შვილო ჩემი. ეხლა მოდით, სწრაფად ჯერ შიგნით შევიდეთ. ძაღლები არ შემოვიდნენ. შენ გადიცინ. არა შვილო. პაშა, რასაკეთე, პაშა? ლამაზო შვილო ჩემი. საქმე მთლიანად დაანგრიე. ხო, ცელკო. საქმე მთლიანად დაანგრიე შენ. აქ რა ხდება? მოდი აქ. მოდი. ო, სიმპათიურო. ეხლა ამ ავტოს გავიხდი მეგობრებო. ვერ მოუთავსდი კარგად. გაიცადე პაშა. მოდი აქ ერთი. დიდი იქი დაველოდე.
დაიცადე მამა, ეხლა მოგეფერება. გაჩერდი. ხედავ ეს ახალი მოყვანილი ზაღლი ხო იცი? საოცარი ზაღლია, მართლა გეუბნები. მოდი. მოდი ბიჭო. ეხლა მის მოძრაობებსაც გაჩვენებთ. ეს ბიჭი უდლის ჯიშისა, ხო გესმით? სახელი არ აქვს ვათაშორის. დაიცადე ბიჭო, დაიცადე, ცელკო, დაიცადე. ძმაო, ძალიან ყურადღებას და სიყვარულს ითხოვს. საოცრად ჭკვიანია. ძალიან თამაშის მოყვარული ადამიანებთანაც ძალიან თბილი ზაღლია. სახელი არ აქვს, მას სახეს დავარქვიოთ. როგორც უკვე გითხარით, ამათ სხვადასხვა ზომის ნომრები აქვთ. ეს ცოტა უფრო დიდია? არა, შესანიშნავი შვილია, ძმაო. მართლა ძალიან მომეწონა ეს. ამჯერად თქვი საკუთარ თავს ერთი პუდელი ავიყვანო. დაწუთმილიცა. კარგი. ამასაც ცოტა არეული ისტორია აქვს. ეხლა ნახე. ამ ზაღლი ქუჩაში უპოვიათ. კარგი, ვიღაცამ ეს საზაფხულო ადგილიდან მომიტანა ქუჩაში მიუტოვებია. ამის შემდეგ თუ არ ცდები იქ ჟანდარმერიან ცოტა მოუარა. შემდეგ ჟანდარმერიამ ეს სხვას მიაბარა. ამჯერად იქაც უჭირდა ცხოველს. ეს ხო ეხა სახლის ზაღლია. ვოლკანი ქვია, ერთი ჩვენი ზმაკაცია. შემდეგ მან წაიყვანა ეს. მანაც 3-4 დღე სახლში მოუვლია. მისი ადგილი ბინაყოფილა დალიაკებდა და ამჯერად პრობლემები შეექმნა. ამის შემდეგ ჩემადამ მითხრა, შენ ხო არ აიყვანო. თუ ვერ აიყვანო მითხრა. თავშესაფარში წაყვანაც არ მინდა მითხრა. უთხარი ძმაო, მოიყვანე, ავიყვანთ მეთქი. ერთი პუდელი იყო შენს გვერდით მეთქი თქვი. ამის შემდეგ ისიც ავიყვანე მეგობრებო, მაგრამ რა თქმა უნდა, გალიაში ვერ იქნება ეს. მოდი. ეს სახლის ზაღლია. ამას აქ ჩემთან მოვიყვა. მაგრამ იზაბელიც იქნება ეხა, როგორ იქნება შვილო? ესენი იზაბელთან უნდა შევარიგოთ. ამ შვილსაც თქვენგან თხოვნამ აქვს. ლამაზის სახელი შემოთავაზეთ. ნახეთ, ამას მოუხდება, კარგი? ძლიერი სახელი შემოთავაზებას ველოდებით თქვენგან. ნახე, ფაჯრი და როგორ იყურება. ზაღლებმაც ფანჯრებზე დააბინძურეს, ხო ხედავთ? უკან თათებით უთყამდნენ და ყველგან ტალახი დაატოვეს, მეგობრებო. მოდი. ნახეთ, ეხლა მის ზოგიერთ ჩვევას გაჩვენებთ. მოდი ბიჭო, მოდი. ბიჭო, მოდი. ბიჭო, მოდი, ბიჭო. მოდი ბიჭო, მოდი. მოდი ბიჭო, მოდი ბიჭო, მოდი ბიჭო, დაჯექი. დაჯექი, მაშალა შენ. თათი მომეცი, მომეცი თათი. ვაი რა ჭკვიანი ბიჭი მყავს. მოდი კიდევ ერთხელ ასე, მოიცადე. მოიცადე, დაჯექი, მოდი. ბიჭო, მოდი, პაშა, დაჯექი. დაჯექი, თათი მომეცი. თათი მომეცი. მომეცი. ოჩახ ჩემს ბიჭს, ოჩახში. ნახეთ, დაჯდომა იცის. თათას მიცემაც იცის. მერე ნუ ეხები ჩემ ხელთათმას გაჩერდი ბიჭო. ეს იცის ტუალეტის წურთნაც აქვს. სავში არის საქმე, როცა ტუალეტი უნდა წუწუნებს. ამ საკითხს შედეცვია, ჭკვიანია. ჩემო ლომო. ამიერი და ჩვენთანაც აქ დარჩება ძმაო. მომავალში კიდევ ერთ მდედერსაც მოვიყვან, მისთვისო წყვილი ყავდეს, ჩემი აზრით ძალიან შეგვეფერება, სულ მკაცრი ზაღლები ყავს, ცოტა ესეთი ტკბილი ზაღლებიც ყავდეს. ისეთი ბევრი არ ყავს, შენს ღუმელიც გადაიგე, ჩამოდი აქედან და აჩვენე. ჩვენი ღუმელიც მაშალა ძალიან კარგად ანთია, ხედავ? ღმერთს ვენაცვალე რა. საიფუნ დემირჯი აკეთებს ამ საქმეს. მოდი ზემოდანაც გადაირე, ანთია, ნახე? ნახე. გარედან რომ შემოვედი სითბოს გამო, ისეთი სიმშვიდე ვიგძენი. გაიცადე, მოდი კიდევ ერთი შეშა დავამატოთ ამასთან. აი იმ ფრხელებიდან. ჩვენი ღუმელი კარგად უნდა დაინთოს, ძმაო. კარგად უნდა დაინთოს ჩვენი ღუმელი. მაშალა. კარგი, მოიცადე, იმ ბიჭს აქ მოვიხმობ ეხლა. შვილო, მოდი. მოდი სიმპათიურო. მოდი, დაჯექი ჩვენთან. ნახეთ, რამდენად მეგობრული ადამიანებთან. სხვადასხვა ჩვეულებრივი მისი სახე ასე წვეტიანი არ არის, მეგობრებო. აქაც ბეწვი ქონია. ბეწვი მაგრად შეუკვეცავთ, ცოტა არეული გამოსულა, ამიტომ ეს ადგილი წვეტიანა ჩანს. ეცვი რო ამოუვა, ეს სახეც სულად დაუბრუნდება. მასაც ეცვი თვალებს უფარავ და ვეღარ ხედავ და ამიტომაც შეუკვეცავთ, მაგრამ ცოტა ზედმეტად მოუჭრიათ და ეს ადგილი ასე ბლაგვად დარჩა. ეხლა ეს ბეწვი გაიზარდოს. ამის შემდეგ სახე უკეთესი იქნება. ეხლა გაგიყვანო, ჩემი ლომი ხარ, გაგიყვანო, გაგაცნო სხვა შვილებს. მოდი ნახე, მოდი გავიყვანოთ ის, მაგრამ კართან აპოლონი და პუსათი არიან. ისინიც იქვე დადიან. ხრენისმები ისმის. დაიცადე, ნახო. მაშინ მოდი ჩვენ წინ გავიდეთ. მოდი თუ ნახოთ რა მდგომარეობაა. შესაბამისად, მოიცადეთ. შეხედე აქ ძმაო. ყველა კართან დგას. ყველა ელოდება.
ეხა მოდი. არა, მოიცა შილო. შენ მოიცადე, ლომო. გას ვერ იყობ თქვენ. აპოლო რა ხდება შილო? სინამდვილეში აპოლო არაფერს ეუბნება მათაც. ესენი აპოლოს ერჩია. ჩხუბი არ შეიძლება. ნახე, ამჯერადაც აპოლოს მტერი გახდა. კარგი, სიუსვი. დაიცადე, აქ ცოტა უნდა დავშალო ძმაო. უსად შეხედე რა ფიზიკა აქვს. უსად ძმაო, კერდი კარგად გაგეზარდა. ფიზიკა ძმაო, უბრალოდ შესანიშნავია. აი აქედან აჩვენე, განსაკუთრებით აქედან. აქედან კარგად გამოჩნდეს. მაშალა, ჩემო ლომო, შვილო. ძმაო, ფუსადი ძალიან გავსხვილდა, სუპერია. არის, მოდი. შენი პუდელი ეხლა მამრია. თუ გაუშვებთ, ხო არ იჩხუბებენ ამათან. ტონი. სუდი ტონი. არ იჩხუბოთ, გაიციეთ, წესიერად იდექით. არა, ჩხუბი არ მინდა. შეხედემათ ესენი. ესენი ადამიანს შეჭამე, კაცო. ესენი ადამიანს ჭამე. გაიცადე, პუდელს ავიგეთ. მოდი შვილო, მოდი. მოდი, დაიცადე, არა თქვე. მოდი შვილო, მოდი. მოდი ფაშა, მოდი. მოდი, დაიცადე, უსად. ერთი წუთით. უნდა ავიყვანოთ ჩემს კალთაში. მოდი შვილო, მოდი ფაშა. დაიცადეთ, ერთი გამოდით ბიჭებო. რამდენი ძაღლია რა? გაიკეცი, გზიდან გადი. კარგი, მოიცადეთ. ასეთი კანიბალების გარემოში აღმოჩნდით, ცოტათი მე შეგაჩვე მათთან. მოიცადე, ეხლა დავაკვირდეთ. არა, მოიცადე. არა. არა. იცადე, კარგი, დამშვიდე ბიჭო. დამშვიდე ბიჭო. ჩვენი ცოტა მოერიდა, მაგრამ შეეჩვევა. კარგი არ ვასებ ხილობს. თუ აგრესიული იქნებოდა და მათზე შეტევას დაიწყებდა, ვერ შეეჩვეოდა. ეხლა ხო ახალი ძაღლების ხროვაში ერთვება. ერთი წუთით ნუ მივა მედუზასთან. მოდი ბიჭო. მოდი ფაშა, მოდი. მოდი ერთი წუთით მედუზა. რასაკეთებთ ბიჭებო? უსად, თავს გაგიდეხა ვიცოდე. გონიერად მოიქეცი. აიცადე. დუპუზათან მივა. რა მოხდება? შეიძლება იჩხუბოთ. უსადი ცოტა პრობლემურია. სვები არაფერს გააკეთებენ, მოიცადე ტონი. ცოტა შეეშინდა შვილო, კარგი შეგაჩვე. კარგი ფაშა. როცა პირველად მოდის, ასე რომ ხდება ნორმალურია. ეხლა უცხო ძაღლია. ძაღლების ხროვაში ერთვება, მაგრამ ხროვაში უცხო ძაღლის მიღება ძალიან რთულია. გაიგეთ? ამიტომაც, როცა ცდილობს ხროვაში შესვლა, ცოტა ერიდება. მე შევაჩვე მას, რამდენიმე დრეში ნახат როგორ დარბის და თამაშობს ეზოში. ცხოველი რო ავიყვანეთ, სახლში გამოკეტოს ხომ არ ვაპირებთ. სეირნობა სჭირდება. ფუსატი ცოტა უცნაურად იქცევა. გაიცადე. მაგრამ აი იმაზე ვნერვიულობ, თუ მედუსასთან მივა. კარლოს ბაბა დამშვიდი. დაიცადე. კიდევ ერთხელ დავამატოთ ისიც. იცადე. არა. დავშვიდი. არა. ფუსატ, ნუ ჭირვეულობ. მოდი შილო, ჩემგან არ მოშორდე. ერთი წუთით, ჰეი. შევაჩვევთ მას. ეხლა ყნოსავენ და გაიცნობენ ერთმანეთს, გაიგეთ? ფუსატ, ალბათ ზაღლი სათამაშო გეგონა. სათამაშო რო იყოს, ისე კბენას სტილოს, მოიცადე. ეჩვის გამო ასე იქცევა თუ არა, ვერ გავიგე. ეხლა საერთო რეაქციები სუპერია, ძმაო. ანუ არავის შეტევაზე გადასულა. მოდი. არა, ასიე, მოდი. მოდი ბიჭო, მოდი. მოიცადე, აქ დაუჯდე, უნდა ვადევნო თვალი, მოიცადე. მოდი ბიჭო. მოდი, სიმპათიურა, მოდი. დაიცადე, სუსმო, დაიცადე. შენაც შური ტყდები, ერთი წუთი. თქვენ ყოველთვის მიყვარხართ. ამ ახალ მოსულ ძაღლს მოვეპერო. შედავ ჩემთან აპარებს თავს. რა უდანაშაულო, არა. სად არის ის ლომი? დაიცადე, შვილო, კარგი. დაიცადე, ნება მომეცი, კარგი. საკმარისია. ასე არ შეიძლება. კარგი, ასიე, გაჩერდი. მოდი, შვილო. გავგიჟდები რა, საიდან დავჯექი რა? მოდი ფაშა. მოდი შვილო, ოპალა. კარგი, დამშვიდით. დაიცადე. ყოველ შემთხვევაში, ძაღლი, მადლობა რომ ეცეს, კარგად ეწყობა? შეამჩნიეთ, ხო ასეა? ამ ხრივ პრობლემები არ შეგვიქმნა, მადლობა გმეც. ყოველ შემთხვევაში, დანარჩენების შიში ჩვენთვის უპირატესობაა. ნახე, პუსატი თითქოს ძვალს კმენდეს, ისე უშლის ბეწოს. არ კმენს. სხვანაირად იქცევა. ეწვით ცხვრისას გავს და ალბათ ამიტომ აკეთებს ასე. ვერ გავიგე.
კარგი შვილო, დამშვიდი. ნახე, ისინი საერთოდ არ უყვარდა. სად მოხვედი შვილო, უსად. უსათი საერთოდ არ მანიჭებს ნდობას, მეგობრებო. მოიცადე, ეხა დაიწყო ხრენა. არ გააკეთო, ნახე, შეწუხდა. ეს არც ხვარი, არც ათამაშო, ეს ზაღლია. კბილების წვერით რაღაცას აკეთებს, აკეთებს კი? სვანაირად აკეთებს, ვერ გავიგე, რატო ასე აკეთებს? ფრთხილად ბიჭო, ჭკვიანად იკავით? კარგი, არის. სელკო შენ, სელკო. სელკო არესი. ეხლა მოდი, ეს შველი ბიჭი ისევ სახში შევიყვანა ძმაო. ამ კანიბალებთან ამდენი თამაში საკმარისია. ეხლა აღარ უნდა დასვა, სახში დარჩება. რას აკეთებ ბიჭო? უსად, ჭკვიანად იკავი. არ დავაბინძუროთ ისის, მოდი შევიდეთ სახში. გისოსების დახურე კიდევ ერთხელ, ნახე. მაშალა, ნახე როგორ დაფრინავე, ხედავ? ტრედებს უყვართ ძმაო, ქარიშხლიანი ამინდი. დაიცადეთ, ნახოთ. დაიცადეთ, არ მოხვიდეთ. ბიჭო, ეხა შენ გაიარე, კარგი? კარგი, ფაშა. ფეხებზე რამე ხო არ გაქვს? ტალახი ხო არ არის ფეხებზე, ცოტა სველია, მაგრამ ფილის ზედაპირი სველია, ხო იცი? ნახე, ეხა სახში რო შევიდა, ბედნიერი გახდა. იმათ ერიდებოდა, რა ეკნა ცხოველს. შვილო, ერთი ყავა დავისხა ჩემთვის. შენს დალევ? სანთებელა სადავდე ნეტა. მოიცა, იქ დამიდია, ავიგებ იქიდან. მოდი შვილო. მოდი. ყავას დალევ, ყავას. შენთვის არაფერი მოქვს ვისაცემი. შენთვის საჭმელი მაქვს მიცემული. საჭმელში ამ ხواسია. ნახე, წყურვილი აქვს. მაშინო წყურვილი დაეუფლა ცხოველს. მოდი ნახე, აქ ცოტა პოგაჩა ყოფილა, მოდი. მოდი შეჭამ პოგაჩას, ხواسია? სუდო შეჭამ პოგაჩას. გააგე პირი, მოდი. მოდი კიდევ არის, მოდი. ალჭამ, დაჯექი შვილო. ერთი ზუთი მოდი ნახე, დაჯექი, აიღე. ეხლა რომ დაჯდა უნდა დავაჯილდოოთ, მაგრამ ჯილდო არ მოეწონა. ამას ჭამს კი? არა. შვილო, რატო არ ჭამ პოგაჩას? მოეწონა პოგაჩა, ხო? კარტოფილითა. მოდი შვილო, მოდი, აიღე. აიღე, ეს დაჭამე. ნახე, ეს ცოტა უფრო დავგლიჯე, პატარა. სოსისი არ მაქვს რომ მივცე მას. სოსისი არამე რომ იყოს, მას ძალიან მოეწონებოდა. მოდი ნახე, აიღე. აიღე შვილო. ხოჩახშენ. შეერგო ჩემ პაშას. შეერგო ჩემსას. ვერს ნუ შეჭამ. ისედაც არ ჭამს, ყველაფერს ძის დაწარე. ეხლა ამათ ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ძალიან ცოტა სჭამენ. ნახე, ესენი ჩვენს ხვებს არ გვანან. ანუ რასაც ეს 15 ჭამს, ჩვენს კარლოს მარტო შეუძლია შეჭამოს, ასე დაითვალე ძმაო. ესენი მართლა ცოტა ჭამენ. ეხლა ყავაც გავიკეთოთ, რომ გაგვათბოს. ან ციო ამინდებში რას ვიზამთ, არ ვიცი, მეგობრებო. ისე როცა საქმეებს ვაკეთებდით, ამინდი მზიანი იყო, მაგრამ უცებ მოგრუბდა. ჩემი ვარაუდით, კარგი თოვლი მოვა, ანუ ჩვეულებრივი არაა. სერიოზული თოვლი მოდის, მეგობრებო. მოდი პაშა, შენ რატო არ ჭამე შენი საჭმელი? მოდი ვნახოთ. ყავა შეძდალე. შენ არ დალიო, კარგი? შენ არ დალიო. ნახე, რა კარგი გამოვიდა ამ სახში. ჩემო ძვირფასო, რა კარგია რომ ვიკიდეთ ეს. მე ისედაც. ჩემი გეგმა ასეთი იყო, მეგობრებო. ეხლა იცით, პისტიკმა შვილი გააჩინა. თქვი პისტიკმა ლეკვები უნდა მოაცილოს ძუძუს. ფიქრობდი რომ როცა პისტიკი შვილებზე ზრუნვას დაასრულებდა, სახლში პისტიკს მივხედავთ. სინამდვილეში იზაბელიც არის, მაგრამ მაგ დავტოვებთ. დარჩა, მაგრამ რით უნდა აურიოთ ეს? ეხა ღმერთმა იცის, კოუზი სად არის? ამით აურიოთ, აბა რა ვქნათ, მართლა არ ვიცით, იცი? ერთ დღეს ასე მოკვდებით და წავად. ჩვენთვის რაც უკეთესია ის იყოს, აბა ეხლა რა ვქნათ. მოდი. მოდი შვილო, მოდი. იგზალა ნუ იბოდიალებ. ეს ყველაზე კარგი მხარე ეს არის. გადააგდე ნაგავი. დაიწვა შიგნით. მოდი პაშა. ცოტა დავიშვენოთ. დაჯექი ერთი. მოდი დაჯექი. მოდი შვილო. ჯერ 2 საათიც არ გასულა რაც მოხვედი. ან იქნებ 2 საათიც გასულა. 2 საათია თითქოს სულ მევკვებავდი, არა? აი ძმაო. ცხოველი გზნობს სიყვარულს, ესმის. ეხლა ხანდახან მეკითხებით მაგალითად ვამბობ. ზდასული ძაღლი, რასაკეთე ბიჭოშე? გარკვნილი. წესიერად იდექი? ხედავ ხო რასაკეთებ, საერთოდ არ თქვენია. მოდი აქ. აქ მოდი. მოდი აქ. მეორე დაგარნახო ესეთი უზრდელობა. ჭკვიანად მოიქეცი. შენ პერვერტი ხარ, შვილო? რას ვამბობდი? ზოგჯერ მეკითხებით. თუ დიძაღს ვიკიდი, შეეჩვევა? ძმაო, თუ შეიყვარებ, შეეჩვევა. რატო არ უნდა შეეჩვიოს? ცხოველი შეიყვარე, ბევრი ყურადღება მიაქციე, შეეჩვევა. ისედაც ჩემს ფერმაში ძაღლების უმეტესობა დიდას სახში ვიყიდე. უკვე ზდასულები იყვნენ.
შენ რო შეიყვარებ ისედაც გეჩვევა. თავარია ცხოველმა იგზნოს სიყვარული და ყურადღება, ხო გესმის? მერე უკვე შეგეჩვევა. მაგრამ როგორც ჩანს ამ ჩვენს ბიჭს შეცვლილების პერიოდი დაეწყო, ცოტა ცელკობს. თუ ხავთ ლამაზი ძუ ამ ჩვენს ბიჭისთვის. მაშინვე მოვაგვაროთ მეგობრებო, მოდი. მოდი ფაშა. მოდი ლომო, მოდი. ის ვეცოებიც რო სულად ქონოდა სახეზე, მართლა კარგი იქნებოდა. შეჭრილია, ხო, ნახოთ. როცა გაიზრდება, როგორ ლამაზად გამოჩნდება. მოდი. შენთვის სახელი გჭირდება. იცი რა დავარქვათ ამას, მოდი. რა დავარქვათ ამას? შენს დაჯექი სადმე შვინო, რამდენს დადიხარ, მოდი არ. სახეს თქვენ დაარქვით ძმაო, კომენტარებში გელოდებით. თუ კარგ სახელს ვიპოვით. ჩვენ შუს დავარქმებ. ძალიან მიყვარხართ. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწერა. კარგად იყავით, ნახვამდის. ჯანმრთელად იყავით მეგობრებო.